Salve მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენ მობრძანება ჩემს არხზე. მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ beauty news-ების შესახებ. თითქმის ერთი თვე გავიდა უკვე რაც beauty news-ების ვიდეო არ გქონია და მე უკვე ჩემი ცივიყავით ვარ. თქვენსგან როგორ არის საქმე, გადახვედით უკვე ცივყავაზე. დილით რა თქმა უნდა, პირველი შავი ყავა და შემდეგ უკვე შეიძლება ცივყავაზე გადასვლა. Okay, Versace-ზე ახალი ამბით უნდა დავიწყოთ აუცილებლად. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ დონატელამ დატოვა Versace და მართალი გითხრათ, ზუსტად არ ვიცოდი, რატომ ის თემა რომ პენსიაში გავიდა და ახლობით ეგ ისტორია იყო, მაგრამ მე მგონი ახლა ვიცით რეალურად რა მოხდა, ამიტომ რომ Prada-მ შეიძინა Versace თითქმის 1.4 მილიარდ დოლარად და ახალი კრეატიული დირექტორი ეყოლებათ Dario Vitale, რომელიც Prada-ს შვილობილი კომპანიის Miu Miu-ს ყოფილი კრეატიული დირექტორი იყო, ახლა Versace-ს კრეატიული დირექტორი იქნება. ერთი მხრივ მიხარია ძალიან რომ იტალიურ ფესვებს უბრუნდება Versace, რადგან როგორც იცით, ბოლო პერიოდში Micros, ანუ მის მფლობელ კომპანია Capri Holdings ეკუთვნოდა Versace, ანუ ამერიკელების მფლობელობის ქვეშ იყო. მიხარია რა თქმა უნდა რომ ისევ იტალიურ ფესვებს უბრუნდება Versace მოდის ახალი, მაგრამ საინტერესო იქნება მაინც Prada-ს მფლობელობის ქვეშ რამდენად შეიცვლება. როგორც ამბობენ, Prada-ს ძალიან კარგი ციფრები ჰქონდა ფინანსების მხრივ ბოლო პერიოდში Versace-სგან განსხვავებით, რომელიც წითელ ციფრებში იყო, ამიტომ იძულებული გახდნენ რომ ახალი ინვესტორი ეპოვათ და ეს ახალი ინვესტორი აღმოჩნდა Prada. მოკლედ, საინტერესოა ორი იტალიური სახლი, ერთად აქეთ Gucci გვასალია როგორც კრეატიული დირექტორი. მოკლედ მე ვფიქრობ საინტერესო 2026 წელი გველოდება მოდის ამ ყარაში. Road-თან დაკავშირებით არის კიდე ახალი ამბავი, რომ Hailey Bieber აპირებს ბრენდის გაყიდვას. მოკლედ, ინვესტორს ეძებენ და თუ იპოვიან ისეთ ინვესტორს, რომელიც მათთვის მისაღებ წინადადებას, ფინანსურ წინადადებას შესთავაზებს, Hailey-ს უნდა რომ გაყიდოს Road-ი. საინტერესო არ ვიცი, ბევრი მე მგონი ამ ბრენდის ფანი არის Hailey-დან გამომდინარე, ამიტომ მაინტერესებს თქვენი აზრი, ვინც ამ ბრენდის ფანი ხართ. მე არასდროს არაფერი შემძენი ამ ბრენდის და არა ვარ მომხმარებლების ან ფანების კატეგორიაში, არც ბრენდის და არც ბრენდის ფლობელის, მაგრამ ვინც ხართ, მაინტერესებს თქვენთვის რამე ხო არ შეიცვლება თუ Hailey-ს აღარ ეკუთვნის Road-ი, თუ უკვე პროდუქტებმა ისეს ძალიან შეგაყვარათ თავი და იმდენად ხართ პროდუქტების მომხმარებელი, რომ თქვენთვის აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება, ვინ იქნება ბრენდის ფლობელი. 2025 წლის პირველი კვარტლის ფინანსური მონაცემები გამოაქვეყნა ბევრმა ბრენდმა, ერთ-ერთი იყო L'Oreal, ძალიან საინტერესო იყო ჩემი აზრით L'Oreal-ის სიტუაცია, განსაკუთრებით ამერიკული ბაზრის შესახებ ისაუბრეს, რომ 4.4%-ის ზრდა აქვთ 2025 წლის პირველ კვარტალში, ესაა დაახლოებით 12 მილიარდი დოლარი და ორი სფერო დაასახელეს, სადაც განსაკუთრებულად შეიმჩნევა ეს ზრდა. როგორც იცით, L'Oreal არის ძალიან დიდი კონგლომერატი, შესაბამისად, ძალიან ბევრ კოსმეტიკურ beauty კატეგორიებში აქვს და ფლობს სხვადასხვა ძალიან ბევრ წარმატებულ და დიდ კომპანიას. როგორც დაასახელეს პარფიუმი და თმის მოვლის საშუალებები, ანუ ეს ორი კატეგორია იყო ყველაზე წარმატებული, რომელმაც მაკიაჟსაც და სკინკი, ანუ კანის მოვლის ბრენდებსაც კი აჯობა განსაკუთრებით ამერიკულ ბაზარზე. მოკლედ, სუნამოებს რაც შეეხება არ მიკვირს, ეს მე მგონი 2024 წლიდან უკვე ეგრე იყო, რომ სუნამოების კატეგორიაში, ნუ არ ვიცი. ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა ბევრ ბრენდს და ბევრი ბრენდი გამოვიდა ახალი ხაზით და გაფართოვდა და შეივსო ეს ნიშე ზოგადად სუნამოების და პარფიუმების შესახებ. თითქმის ყველა პლატფორმაზე, YouTube-ზეც, Instagram-ზეც, TikTok-ზეც. თმის მოვლას რაც შეეხება, ნუ კი, იყო მაინც ყოველთვის ეს თემაც, განსაკუთრებით გასულ წელს, მაგრამ საინტერესოა, რომ კანის მოვლის და მაკიაჟის ბრენდებს გადაუსწრო L'Oreal-ის თმის მოვლის ბრენდებმა. მოკლედ, მე ვფიქრობ, ბევრ საინტერესო ბრენდს და პროდუქტებს ვნახავთ კიდე, თუნდაც ვარსკვლავურ სელებრიტების ბრენდებს თმის მოვლას და პარფიუმს როცა ეხება საქმე. ამერიკულ ბაზარზე რადგან ვსაუბრობთ, მოდით ისიც ვახსენოთ, ტარიფებს რა გავლენა აქვს ფასებზე. როგორც იცით, ტრამპის ადმინისტრაციიდან გამომდინარე სერიოზული კრიზისია ბაზარზე, ამერიკულ ბაზარზე განსაკუთრებით და ბევრმა ბრენდმა დაიწყო უკვე ფასების ზრდა. წინა დღეს ვნახულობდი Space NK-ს ჰქონდა ზუსტად პოსტი Instagram-ზე იმასთან დაკავშირებით, რომ ცოტა ხანი საერთოდ წყვეტენ ამერიკულ ბაზარზე ოპერირებას, იმიტომ რომ უბრალოდ ძალიან რთულია, როცა ზუსტად არ იცი მეორე დღეს რა ტარიფზე მუშაობ და რა უნდა გადაიხადო. NK-ლისმაც უკვე გამოაქვეყნა პოსტი, რომ ზრდიან ფასებს ტარიფების ზრდიდან გამომდინარე. ყველა პროდუქტი არ მინახავს, მაგრამ უმეტესობა ცნობილი პროდუქტები რაც აქვთ, დაახლოებით 1-2 დოლარი უკვე თქვეს რომ
მაგდეს მინიმუმ დაამატებენ, დანარჩენს სიტუაციას უნდა შეხედონ. მოკლედ, ეს მხოლოდ ამერიკულ ბაზარს და იქ ადამიანებს, რომლებიც იქ შოპინგობენ, ასე ვთქვათ, ამერიკულ ბაზარზე მაგათ არ ეხება, ეხება ადამიანებს, რომლებსაც მაგალითად ამერიკული საიტებიდან გიყვართ პროდუქციის გამოწერა, ვიცი რომ აი Herb არის ძალიან პოპულარული საქართველოში, Amazon-ი, ამერიკული Sephora. სამწუხაროდ ეს ამ საიტებზე ფასებსაც შეეხება თქვენს ფავორიტ ბრენდებზე. Amazon-ს ქონდა კიდე ცოტაშორის ცოტა ხნით სპეციალურად აწერდნენ რამდენი პროცენტით მოიმატა ამა თუ იმ პროდუქტის ფასმა ტარიფების ზრდასთან ერთად, რაზეც ტრამპის ადმინისტრაციას სერიოზული პრობლემა ჰქონდა და მე მალევე მოხსნეს ცოტაშორის ეს, ანუ წითლად უყვითლად აჩვენებდა პროდუქტების გვერდით რამდენი პროცენტით მოიმატა პროდუქტის ფასმა ტარიფების ზრდიდან გამომდინარე. მაგრამ მე მოხსნეს ეს ამბავი. გასაგები ალბათ, რატომაც, მაგრამ სამწუხაროდ ეს იმ მომხმარებელსაც შეეხება ამერიკის ფარგლებს გარეთ, ვინც ამერიკულ საიტებზე შოპინგობს. პროდუქტებს რაც შეეხება, Sol de Janeiro-ს აქვს ახალი ხაზი, რომელიც პორტუგალიის სანაპიროებით არის ინსპირირებულიო, 3 ახალი სუნამო გამოიტანეს, ხილოვანი, ყვავილოვანი, გურმანი არომატები, 90 მლ-იანი შეფუთვები ექნებათ დაახლოებით 27 ევროთ. მე ეს გურმანი ვერსია განსაკუთრებით იქცევს ჩემთან ყურადღებას, ვანილა, სანდალის ხე. პირველიც აკვამისტიკაც სასიამოვნოდ ჟღერს, მარილიანი კანის არომატიო. მოკლედ სანაპიროებით და პლაჟით ინსპირირებული სუნამოებია. ასევე Discovery Sets გააკეთეს 2, ანუ დასატესტი ნაკრები, 2 სხვადასხვა, თითოში არის 4 სხვადასხვა პარფიუმი, თითოეულის მოცულობა არის 30 მლ და საერთო ფასი იქნება 38 ევრო. მე მართალი რომ გითხრათ, ორივე ნაკრები მომწონს, მაგრამ მე მგონი მეორე ეს უფრო გურმანი პარფიუმებით ჩემი თემა უფრო იქნება. თუ გინდათ Sol de Janeiro სუნამოების გატესტვა, ეს ნაკრებები მე ვფიქრობ, რომ ორივე ძალიან კარგი არჩევანი იქნება. 38 ევროთ, 4 ცალი 30 მლ-იანი სხეულის სპრეი. Sol de Janeiro-ს ფასებისთვის ცუდი ნამდვილად არ არის. თუ გინდათ ამ ბრენდის გატესტვა, მე ვფიქრობ, რომ კარგი შემოთავაზება არის. Ria Beauty-ს აქვს ახალი ბლაში, ისეთი ახალის აღარ არის, უკვე მართალი რომ გითხრათ, მაგრამ დღეს Sephora-ში ვიყავი და დავტესტე, ძალიან სასიამოვნო ტექსტურის ბლაშებია, matte, soft matte ეფექტით, საკმაოდ პიგმენტური, თუმცა ისეთი პიგმენტური არ არის, როგორიც მათი liquid, ანუ თხევადი ბლაშია. ეგეთი პიგმენტი ნამდვილად არ აქვს, უფრო დამწყებთათვისაც იოლი გამოსაყენებელი იქნება და უფრო მეტ დროს გაძლევს, რომ გათქვიფო კანზე პროდუქტი, 6.4 გრამი არის მოცულობა, ანუ ცოტას ნამდვილად არ იღებთ პროდუქტს, დაახლოებით 30 ევრო ეღირება, 7 სხვადასხვა ფერში, წინა ბლაშებთან, სხვა 2 ბლაშთან შედარებით, რომელიც აქვს ამ ბრენდს, ეს ყველაზე ძვირიანი ბლაში არის. ბლაშს რეალურად მცირე რაოდენობით ვიყენებთ და სანამ ვადა არ გაუვა პროდუქტს რეალურად გეყოფა, თან მაკიაჟს ხო ვადა არ გასდის. არ გასდის მაკიაჟს, სანამ არ დამთავრდება შეფუთვა, ვადა არ გასდის. აქედან გამომდინარე, დიდხანს გეყოფათ, მაგრამ 30 ევროც ბლაშისთვის უკვე. Sephora-ს თავის კოლექციაში აქვს ახალი ბლაში, სახის პალიტრის ფორმით, 3 სხვადასხვა ფერში, თითო შეფუთვაში, სხვადასხვა ფორმულაციებით, glow, matte ეფექტით, shimmery ეფექტით, 4 სხვადასხვა პალიტრა იქნება, თითოს ფასი იქნება 18 ევრო. სხვადასხვა ესეც ძალიან სასიამოვნო პროდუქტია. უბრალოდ სახის პალიტრებს როცა ეხება საქმე, ანუ როცა რამოდენიმე სხვადასხვა ფერი გაქვს ერთ პალიტრაში, ყოველთვის მაქვს ხოლმე ეს კითხვა, ყველა ფერს გამოიყენებ, რაც შიგნით არის, შენი კანის ტონს სამივე ფერი მოუხდება, ან შენ მოგწონს შენ სახეზე სამივე ფერი გამოიყენებ სამივე ფერს, იმიტომ რომ ასეთ პალიტრებს ხშირად ყიდულობენ, იმიტომ რომ დასოგონ და ასე ვთქვათ, კარგი შემოთავაზება არის. ეს იდეა არის უმეტეს შემთხვევაში, მაგრამ თუ ასეთ პალიტრაში ერთ ფერსაც კი არ იყენებ და გამოუყენებელი რჩება ისე სანამ პროდუქტს ვადა არ გასდის, მაშინ რეალური მოგება და დანაზოგი აღარ გამოდის, იმიტომ რომ ამას ჯობია მაშინ პირდაპირ ის ერთი ფერი შეიძინო, რასაც რეალურად იყენებ სახეზე, ხო? ამიტომ ყოველთვის ეგ პრობლემა მაქვს ხოლმე, როცა ასეთ სახის პროდუქტებს, პალიტრებს, თუნდაც ბრონზერით, ჰაილაითერებით ეხება საქმე, იმიტომ რომ არ ვიცი, როცა 2 სხვადასხვა ტონის კონტური ან ბრონზერია პალიტრაში გამორიცხულია, რომ შენი კანის ტონს ორივე ისე ერგებოდეს, რომ მთელი წლის განმავლობაში შეძლო გამოყენება, ხო? ამიტომ არ ვიცი, ვიცი რომ კარგად ჟღერს და მომგებიანად ჟღერს ესეთი იდეები პალიტრებს როცა ეხება საქმე, მაგრამ დაფიქრდით, ხომ არ ჯობია ერთი ფერი შეიძინოთ
და ისეთი ფერი, რომელსაც იცით, რომ ყოველდღიურად გამოიყენებთ. ორი ახალი სუნამო გვაქვს ბაზარზე, რომელმაც განსაკუთრებით მიიქციეთ ჩემი ყურადღება. პირველი არის Zedigen Volta, მათი ახალი პარფიუმი, რომელიც შეგიძლიათ რომ გადაავსოთ, როცა დაიცლება შეფუთვა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგ ჯერზე შეძენა უფრო ბიუჯეტური გამოდის, თუ რა თქმა უნდა მოგეწონება სუნამო და გადაწყვეტთ, რომ გააგრძელოთ გამოყენება. საინტერესო შეფუთვით არის სხვათა შორის, არ მახსოვს ამ ბრენდს მსგავსი შეფუთვის სუნამო ქონოდა აქამდე. ძირთად ძალიან გვანან ხოლმე მათი სუნამოების შეფუთვები ერთმანეთს, უბრალოდ ფერებს უცვლიან ხოლმე. საინტერესო შეფუთვა ვერ გეტყვით, რომ მაინდა-მაინც ჩემი ფავორიტი შეფუთვა არის, თუმცა მე მგონი მაინც თავი ისაა სუნამო რამდენად მოგეწონება. ეს არის ტკბილი, კრემოვანი, ყვავილოვანი, გურმანი არომატია, როგორც უწერიათ, სეზამის მარცვლების არომატია შიგნით და შავი სეზამის მარცვლების კიდე. ეს არის უგემრიელესი არომატი, რომელსაც სამწუხაროდ ხშირად ვერ ნახავთ. ძალიან გავს ახალ გამომცხვარი ანუ პური ბრიოშის არომატს მაგონებს ძალიან. წლები მუშაობდი ფრანგულ პატიცერიაში, სადაც სხვადასხვა გემრიელ ტორტებთან ერთად, რა თქმა უნდა, ესეთი გემრიელი კრუასანები და ბრიოშები და ფაუნ შოკოლადა ეს რაღაცეები გვქონდა. აი, სეზამის ნოტაზე ყოველთვის მახსენდება ხოლმე ღუმლიდან რომ გამოქონდათ სამზარეულოში ახალ გამომცხვარი ბრიოში. აი ეს რძიანი პურის არომატი, რომელიც ძალიან ელეგანტური და დახვეწილი და სუნამოზე უნდა გამოიტანო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, მაგრამ ეს საოცარი გურმანი არომატი, რომელიც სამწუხაროდ ისე ხშირად არ არის ხოლმე განსაკუთრებით დიზაინერებთან. სანდალის ხე აქვს შიგნით და მოხალული ვანილა. აი, ზუსტად სანდალის ხე ძალიან გავს, ანუ ძალიან არ, ოდნავ გავს ქოქოსის არომატს, რძის არომატს, ტროპიკულ არომატს იღებს ხოლმე ხშირად და ეს სეზამის არომატთან ერთად ზუსტად ეს ბრიოში წარმომიდგენია რატომღაც არ ვიცი, მაინტერესებს ძალიან. ძალიან მიიქცია ჩემი ყურადღება ნოტებიდან გამომდინარე ამ სუნამომ. კიდევ ერთი სუნამო, რომელიც ძალიან დამაინტერესა, შეფუთვიდან გამომდინარეც კაროლინა ჰერერას აქვს ახალი სუნამო, რომელსაც პეპლის ფრთების ინსპირაციით აქვს ფლაკონი, ანუ ეს ფრთები არის სადაც წვენია შიგნით და ეს ვარდისფერი არის თავსახური. არ ვიცი, ფითაიას, ანუ dragon fruit, არ ვიცი ქართულად თუ თარგმნიან ან როგორ თარგმნიან, მართლა არ ვიცი. ტროპიკული ხილის არომატი უნდა იყოს, პეონი, ფრანგიპანი, სხვათა შორის, მე მგონი ამას ფრანგიპანსაც ამბობენ ქართულად, ხო? ესეც ტროპიკული მცენარეა და ვანილა. ანუ განსაკუთრებულად ბევრი ნოტა არ უწერიათ, მაგრამ ხილოვან-ყვავილოვანი არომატი უნდა იყოს. წესით ანუ ამ სეზონისთვის არის ხა ზუსტად. შეფუთვას რაც შეეხება, ამ შემთხვევაში შეფუთვის განსაკუთრებულად ფანი არა ვარ, მაგრამ თუ არომატი მომწონს, სხვათა შორის კაროლინა ჰერერას დიზაინერების პარფიუმებში რა მაქვს მაგისი very good girl და good girl blush. ხო? მე მგონი ეგორი მაქვს, მაგრამ ის high heels ვერსიები, შეფუთვები, ფლაკონებით, ესე ძალიან მაინტერესებს. ახალი თმის საღებავი დაგვემატა აქ ბაზარზე, გერმანულ ბაზარზე, რომითაც მე უკვე შევიღებეთ, ეს არის პირველი დაბანა დღეს შეღებილი თმა არის, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ცოტა მუქად ჩანს კამერაზე განსაკუთრებით თმის დაყენება შემეზარა, ამიტომ შეკრული მაქვს, მაგრამ შვარცკოპმა გამოიტანა ახალი საღებავი, ფერები ისე ძალიან მომეწონა, ისე ძალიან შემეხარ. ანუ წესით გარნიერის ოლიას ვიყენებ და მომწონს ძალიან. უბრალოდ ის ამონიაკის გარეშეა, ამიტომ ხშირად მიწევს ხოლმე შეძენა, ეს ამონიაკით არის ჩვეულებრივად, ამიტომ მაინტერესებს რამდენხანს დარჩება. ფერი, ანუ კრემოვანება პროდუქტის, პირველი აქედან დავიწყოთ, ძალიან კრემოვანი და სასიამოვნო ტექსტურის საღებავი იყო. 3 სხვადასხვა პროდუქტი გაქვს შიგნით, შრატით მოდის, ბონტრიპია შრატი, ანუ იდეა არის ზოგადად, რომ დაზიანებული თმის აღმდგენი არის. შრატით, რომელიც საღებავამდე უნდა გამოიყენოთ, თვითონ საღებავიც და საღებავის შემდეგ გამოსაყენებელი კონდიციონერ ნიღაბიც. ოკეი, იყოს რატომაც არა, ხა არ ველოდები, რომ თმის შეღების დროს დაზიანებული თმის აღდგენაზე მუშაობს ჩემი საღებავი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თმას თუ არ მიზიანებს, ეგ უკვე კარგია. ულამაზეს ფერებში აქვს არჩევანი, რაც გარნიერის ოლიას სამწუხაროდ არ აქვს. ანუ კი, იქაც შეიძლება რაღაცების არჩევა, მაგრამ რაღაცა ესეთი განსაკუთრებული გამორჩეული არჩევანი არ აქვს სამწუხაროდ. შვარცკოპს სხვათა შორის, აი, თუ გიყვართ ესეთი ცოტა გამორჩეული ფერების დაატესტოთ მასზე, იქ ჩემთვის არის მე ყველაზე ჩვეულებრივი ბუნებრივი ჩემს თმასთან ახლო ფერი შევარჩიე, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ოდნავ გაღიავდება, უკვე ცოტა უფრო ღია ჩანს სარკეში, ვიდრე კამერაზე. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, უფრო გავს იმ ფერს, რომელიც შეფუთვაზე ახატია, კამერაზე ცოტა ძალიან მუქია. ეგრეც არ არის, მაგრამ დღეს პირველი დღე არის. ამიტომ ვიცი, რომ ისე რაც ოდნავ მუქად გამოჩნდება, თან აჭრელებული იყო ცოტა ჩემი თმა, იმიტომ რომ დიდი ხანი არ შემიღებავს, ამიტომ უფრო დიდ ხანსაც დავიტოვეთ მასზე, რომ უფრო ერთიან ფერზე დამჯდარიყო თმა.
შემდეგ ჯერზე შეიძლება მაგდე ხანს არც დავიტოვო, მაგრამ თან აქცია აქვთ ახლა მაისისთვის ბოლომდე, ვინც აქეთ ხართ გერმანიაში, შეიძინეთ ქვითარს ფოტო გადაუღეთ, QR კოდი ახლავს შეფუთვას, საიტს რო გახსნით, ატვირთავთ თქვენს ქვითარს, გადახდის ქვითარს და თანხას დაგიბრუნებენ უკან. ანუ სატესტო რეჟიმი აქვთ მაისის ბოლომდე. მე გაგზავნილი მაქვს უკვე ჩემი ქვითარი და შემდეგი 1 კვირის განმავლობაში დაგერიცხებათ უკან თანხაო. შენი ბარათის ანგარიში უნდა ამ ანგარიშის ნომერი უნდა მიუთითო 10 евро ღირს. ანუ 2-ზე უფრო ძვირი ღირს 2.7 ევროს ვიხდი დაახლოებით, ანუ სათხად 3 ევროთი მეტი ღირს, მაგრამ ნუ ეს ამონიაკითაც არის, ანუ წესით, არ ვიცი, იმედი მაქვს ნახოთ, რომ უფრო დიდხანს უნდა დარჩეს ფერი, მაგრამ თუ გაინტერესებთ, ფერებით თუ დაინტერესდებით, მაისის ბოლომდე უფასოდ შეგიძლიათ რომ დატესტოთ. ნუ უნდა გადაიხადოთ ჯერ რა თქმა უნდა, მაგრამ შემდეგ დაგიბრუნებენ თანხას უკან. კიდევ ახალი ტუჩსაცხები შემხვდა იმ დღეს DM-ში და ისე ადრე ვიყავი იმ დღეს DM-ში, რომ იმ წუთას ალაგებდა ჩემი უბნის DM-ში. თანამშრომელი კოსმეტიკას და უკვე მიცნობენ, იმიტომ რომ მუდმივად ან კამერით დავდივარ და მუდმივად რაღაცას ვტესტავდა. გინდაო არ არის გახსნილი არც ერთი, ახლა გამოვიტანე საწყობიდან და გატესტეო. ტესტერებზე მითხრა. ულამაზებს ფერებში აქვთ, ანუ Maybelline-ის თემა რაც არის, ის იდეა არის აქაც, რომ glossy ეფექტი აქვს და არ გადადის. ძალიან სწორად ამ კორეული ტექნოლოგიის გადმოტანას ახლა დასავლურ ბაზარზე, რომ tint-ის ეფექტით, რომელიც არ გადადის, მაგრამ თან gloss-ით. ან tint-ი და matte ეფექტით, რომელიც მაგალითად Maybelline-ს ქონა და არ მომეწონა. ძალიან იწებება. ანუ პერიპერა მაქვს 3 სხვადასხვა ფერში ხა გახსნილი და ვერც კი შეედრება. Maybelline-ის ეს Teddy Bear რეკლამებით რო იყო Superstay ხაზიდან. ძალიან თხელი ფენა უნდა წაისვა, ძალიან უნდა მოერიდო, ცუდად შრება, აი ტუჩის კუთხეებში იყრის პროდუქტი თავს, პერიპერას ვერც შეედრება ნამდვილად. და ამაზე ახლა ვფიქრობდი, Maybelline-ს აქ აჯობებენ თუ არა, Maybelline-ის glossy ეფექტით. ისინი მომწონ ძალიან იცით რომ არაერთი ფერი მაქვს მაგისი. სამწუხაროდ ვერა, იწებება. ზუსტად იგივე თემა არ ვიცი, დავდიოდი DM-ში რომ არ დამელაპარაკა, ვაშრობდი. ტუჩსაც მაინც არა, მაინც გაიწება. ვერ ლაპარაკობ ისე რომ ტუჩები არ დაგეწებოს ერთმანეთზე. და ის პროდუქტი იყრის თავს ტუჩის კუთხეებში, ამიტომ მიხარია ძალიან რომ მომენტსა შესაძლებლობა რომ გამეტესტა და არ შევიძინე, იმიტომ რომ 13 евро ღირს თითოცხალი. ხალხო ფასებზე რა ხდება მე არ ვიცი რა. სერიოზულად მე ანუ ბიუჯეტური ბრენდი რას ქვია, აღარ ვიცი. რამდენი ხანია უკვე რომ საუბრობთ მაგიაჟის შესახებ ზოგადად და ნუ ეს Beauty News-ების სერიაც რამდენი ხანია უკვე გვაქვს, ხო? წელიწადზე მეტი, სადღაც 33-34 Beauty News-ების ვიდეო გვაქვს დღეს. აი არ ვიცი, ვიდეოდან ვიდეომდე ერთსა და იმავე ბრენდის პროდუქტებზე რო საუბრობთ. ფასებს რაც შეეხება, Fenty Beauty-მ დააბრუნა თავისი body luminizer-ი, თუ გახსოვთ ადრე ქონდათ. Shimmery glow ეფექტის ლუმინაიზერის სხეულისთვის და ეხა სეზონისთვის დააბრუნეს, ანუ ახალი პროდუქტი, როგორც ასეთი ახალი პროდუქტი უწერიათ, მაგრამ ახალი არ არის, რეალურად ძველი ქონდათ ზუსტად იგივე სახელით. მაგრამ რაღაცა ძალიან ჩუმად გაიტანეს ბაზრიდან და მე ეხა ძალიან ჩუმად შემოიტანეს ისე უკან 4 სხვადასხვა ფერში და თითოს ფასი არის 68 евро. არ ვიცი რა გითხრათ, ხალხო, სხეულის ლუმინაიზერია. თითქმის 70 ევროთ. კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც თავის დროზე ძალიან ჩუმად გაიტანეს ბაზრიდან და ეხა დააბრუნეს ისე უკან, არის Ordinary-ის SPF-ი. თუ გახსოვთ, მინერალური მზისგან დამცავი ქონდათ ადრე, რომელიც რაღაცა თეთრი კვალით და პასტის მსგავსი ტექსტურით იყო და მაგათ სერიოზულად ნეგატიურ შეფასებებს იღებდნენ მაგ პროდუქტზე და ძალიან ჩუმად გაიტანეს ბაზრიდან. დაახლოებით 2 წლის წინ ხო? მგონი დაახლოებით 2 წლის წინ იყო და ეხლა მაისში ბრუნდებიან ახალი მზისგან დამცავით. SPF 45 შრატის ტექსტურის მზისგან დამცავი იქნება, რომელიც FDA-ის მიერ ნებადართული ქიმიური ფილტრებით იქნება დამზადებულიო, ანუ ძველი თაობის ქიმიური ფილტრებით, რაც ნუ არ მიყვარს, იმიტომ რომ Ordinary-ისთვის ამერიკული ბაზარი არის ძირითადი ბაზარი. შესაბამისად, საერთოდ არ მიყვარს, რომ FDA-ის და ამერიკულ ბაზარს მოარგეს მზისგან დამცავი თავისი ძველი თაობის ქიმიური ფილტრებით. როგორც ამბობენ, ძალიან თხელი, მსუბუქი შრატის ტექსტურის პროდუქტი იქნება, ფამფით მოდის, თეთრ კვალს არ ტოვებს და ძალიან მარტივად შეიწოვება კანზეო. 60 მილilitrიანი შეფუთვით იქნება, რაც მიხარია ძალიან. ანუ საშუალო რეგულარული ზომის SPF-ზე დიდია რეალურად მოცულობა და საჭიროა რომ ეგრეც იყოს, იმიტომ რომ $19 ეღირებ. Ordinary-სთანაც ფასებზე რა გითხრათ. მე როგორც იცით, მე დიდად ძველი თაობის ქიმიური ფილტრების მოყვარული. არ ვარ, როცა ესეთი არაჩვეულებრივი ახალი თაობის ქიმიური ფილტრები გვაქვს ოქტოკრილენზე. რატომ უნდა ვიყო დამოკიდებული, რომელიც თვალებში წვას იწვევს. ნუ, ჩემთვის, ყველაფერს არის წვევს თვალებში.
ყველთვის არ იწვევს თვალებში წვას. მაგრამ ისიც მესმის რა თქმა უნდა ამერიკულ ბაზარს მოვარგეს, საერთოდ არ არის გასაკვირი, მაგრამ ცოტა მაინც გულდასაწყვეტია. ოკეი, Elf-ს აქვს ორი ახალი პროდუქტი ბაზარზე. პირველი არის აკნეს საწინააღმდეგო ზეთი 2% სალიცილების მჟავით. ანუ ცოტა გამაკვირვა ამ პროდუქტმა და ამიტომ მინდოდა რომ მეხსენებინა. $16 შეგიძლიათ რომ შეიძინოთ. ძირტკბილას ექსტრაქტი 2% სალიცილების მჟავა და ზეთოვანი პროდუქტი არის. ანუ არ ვიცი რეალურად როცა აკნეს და გამონაყარს და პრობლემურ კანს ეხება საქმეს, ზეთოვანი პროდუქტის გამოყენება არავის არ უყვარს. არ ვიცი რატო გადაწყვიტეს რომ სალიცილების მჟავა გამოეტანათ ზეთის ტექსტურით ბაზარზე. ანუ ვითომ იდეა ის არის რომ თან კურნალობ და თან კანი არ გიშრება, მაგრამ ძალიან მაინტერესებს როგორი ტექსტურის პროდუქტია, რამდენად სასიამოვნო გამოსაყენებელი იქნება რეალურად ცხიმიან, რეალურად პრობლემურ კანზე, იმიტომ რომ როგორც წესი ასეთი კანის ადამიანებს ზეთოვანი პროდუქტების გამოყენება აქტიურ აკნეზე ნაკლებად უყვართ. ამიტომ ცოტა გამიკვირდა რომ სალიცილის მჟავა აქვთ ზეთის ტექსტურით პროდუქტში, ამიტომ მაინც მინდოდა რომ მეხსენებინა, ვიცი რომ Elf-ი გიყვართ ბევრს და იყენებთ მათ კანის მოვლის პროდუქტებს, ამიტომ ამ 2%-იან სალიცილების მჟავას რო დაინახავთ ახალ პროდუქტს, მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ რეალურად ზეთია. კიდევ ერთი ახალი პროდუქტი Elf-ისგან, რომელსაც ველოდებით, ჯერჯერობით არ არის ბაზარზე, არის C ვიტამინი. You will wanna see it. CABC-ს იყენებენ როგორც ASOS და წარმოთქმაზე, C-ს წარმოთქმა სიტყვების თამაშია. ვიტამინ C-ს პლუს E ვიტამინი და პლუს ფოლის მჟავა. ფამფის თავსახურით იქნება, ფამფის შეფუთვით იქნება. რაც უკვე מחარებს, როგორც უწერიათ 15% ვიტამინი C-ო. ჯერჯერობით არ ვიცი, იმიტომ რომ სრული ინგრედიენტების სია ჯერ არ დევს. ველოდებით რომ ვნახო ვიტამინ C-ში გულისხმობა რომ ასკორბილის მჟავა გვაქვს, ანუ 15% ასკორბილის მჟავა გვაქვს და არა რომელიმე დერივატივი C ვიტამინის. 1% E ვიტამინი, ნუ ეს განსაკუთრებული არაფერი ხა E ვიტამინი ყველაფერშია და რაღაცა განსაკუთრებული ინგრედიენტი არ არის და 0.5% ფოლის მჟავა, რომელიც ასევე კანის ტონზე და ფერზე არაჩვეულებრივია. მოკეთ, რასაც ვხედავ, ძირითად ინგრედიენტებს ამ წუთას კარგია, შეფუთვა მომწონს, ფასრად შეეხება, დიდი შეფუთვა იქნება, დიდ შეალოთ იგულისხმება 30 მლ, $16 და მინი შეფუთვა გვექნება, რომ ვისაც გატესტვა უნდა $8. მიხარია ძალიან, რომ ორი სხვადასხვა ზომის შეფუთვით იქნება, თუ გატესტვა გინდა და $16 უნდა გითხრათ, რომ კარგი 15%-იანი ასკორბილის მჟავისთვის, თუ ასკორბილის მჟავაა, ძვირი საერთოდ არ არის. C ვიტამინის შემთხვევაში არ გამოდის ეგ ნამდვილად ძვირი, იმიტომ რომ კარგი C ვიტამინი, კარგი ფორმულაციით C ვიტამინი, ეფექტური C ვიტამინი, იაფი ამბავი არ არის. ამიტომ ამ შემთხვევაში ვერაფერს ვერ ვიტყვი Elf-ზე და ძალიან მაინტერესებს რამდენად ეფექტური C ვიტამინი იქნება. ეფექტურობას რაც შეეხება და საინტერესო პროდუქტებს და ინოვაციის გამოტანას ბაზარზე. L'Oreal-ს აქვს ახალი ამპულები, ჰიალურონის 7-ცალიანი ამპულების ნაკრები, 10.5 მილილიტრი არის საერთო ჯამში მოცულობა და ეღირება €15. ჰიალურონის მჟავა. როგორც უწერიათ, ერთკვირიანი კურსი არის ჰიალურონის მჟავის და ერთი კვირის სამყო პროდუქტში იხდით €15. 7 გამოყენება პროდუქტია. ამპულას ხსნი და იყენებ. ჰიალურონის მჟავა. ჯერთი ვის სჭირდება ჰიალურონის მჟავა ამპულის შეფუთვით? რა მაიმუნობაა? მარკეტინგი 100%-ით. თან რანაირად მიწერს ედრო 7 დღეში დამთავრდება და 15, ანუ თან ისიც თუ დღეში მხოლოდ ერთხელ გამოვიყენებ ხა. თუ ის ფუფუნება მინდა რომ შევუქმნა საკუთარ თავს, რომ დილას აღამოს გამოვიყენო 2 წვეთი ჰიალურონის მჟავა, 3 დღეში თუ 4 დღეში დამთავრდება. ინგრედიენტებს რაც შეეხება, შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშეა, ასკორბილ გლუკოსაიდი აქვს შიგნით, ანუ C ვიტამინის შაქროვანი ფორმა, გლიცერინი და ჰიალურონის მჟავა. აი ეგ არის. და ეს ღირს €15 ერთი კვირის სამყოფი 7 წელი შეფუთვა. ინოვაცია. ჩვენ საყვარელ შარლოტს აქვს ახალი ტუჩის კონტურები და ერთი რევიუ ნახე ამ პროდუქტთან დაკავშირებით, ამიტომ მინდოდა რომ მეხსენებინა. ერთ-ერთი ინფლუენსერი ყვებოდა რომ ნახეთო რა მაგარია, ანუ ორი ერთშია, ორივე მხარის თავი არის პროდუქტით. შეგიძლია რომ გამოიყენო გაყოფილია შვაზე, ნახევარი ერთ ფერში, ნახევარი მეორე ფერში და $26 ღირს. და ვიღაცა ყვებოდა ნახეთო როგორი მომგებიანიაო, $26-ად ორ პროდუქტს იღებ. რანაირად იღებ $26-ად ორ პროდუქტს? ერთი ფანქარია, რომელიც შვაზე გაყვეს. რაოდენობა საერთო ჯამში
პროდუქტის ერთი და იგივე რჩება. რო ჩვაზე გაყვეს. ანუ სად ისწავლა ამ ხალხმა მათემატიკა გაფიცებთ რა. ჯერ ერთი თუ ორივე ფერი შენი არ არის, ორივე ფერი არ მოგწონს და არიცი რომ გამოცლი ორივეს და გამოიყენებ ტუჩზე, ისედაც ხო ნახევარ ფანქარში გიწევს $26 გადახდა. და თუ ორივეს გამოიყენებ და ორივე ფერი შენი არაც, ყოველთვის ეგრე არ იქნება. ოკეი, ისედაც ნახევარ პროდუქტს იღებ. თან ხის ფანქრები, ანუ უნდა გათავო. ძალიან მალე დამთავრდება ეს. ანუ თვალის ფანქარი შეიძლება დაგჭირდეს უფრო დიდხანს, მაგრამ ტუჩს როცა ეხება საქმე, მით უმეტეს თუ ისეთი ადამიანი ხარ, ვინც ჩანგთა შაგდებს და ჭამის შემდეგ ან ყავის შემდეგ ან რაღაცა განიახლებს კონტურს და ტუჩსაც ხო საერთოდ. ამიტომ მინდოდა რომ მეხსენებინა რაღაცა ისეთი ინოვაციური პროდუქტი არ არის, მაგრამ მაინც მინდოდა რომ მეხსენებინა რომ ანუ მოგებას რანაირად ხედავ, როცა ამ პროდუქტის რევიუს აკეთებ, აქ მოგებას რაში ხედავ. კიკო მილანოს აქვს ახალი კოლექცია და როგორც ვიცნობთ კიკოსთან 50 პროდუქტი აქვს თითო კოლექციაში და პროდუქტის სახეობებში მერე 2-3 ფერი მაქსიმუმ, ერთი ფერის ბრონზერი, ორი ფერის ბლაში, 4 ფერის ტონალური, მაგრამ სამაგიეროდ 50 პროდუქტი კოლექციაში. რაც არ მესმის, Juicy Fizz 2025 წლის ზაფხულის კოლექცია. რა თქმა უნდა, ყველა პროდუქტის შესახებ არ გესაუბრებია. ოღონდ მართლა 50 საერთო პროდუქტია მე მგონი შეგნით. ყურადღება მიიქცია ტონალურმა, რომელიც არის SPF 50. ანუ შეფერილი ზისგან დამცავი გამოდის, ასე ვთქვათ. 6 ფერში. კიკოსთვის ეგ ბევრია უკვე. საინტერესო ისაა, რომ 28 მილilitrიანი შეფუთ. ეს 28 არ ვიცი, ეთყო რაღაცა დადგეს ლაბორატორიაში სასწორზე და 28 მილილიტრი აწონა და კაი დაანებთავი იყოსო თქვენს და დატოვეს. არის €20 ეღირება, თუთის ოქსიდია და ქიმიური ფილტრები, ანუ შერეული ფილტრები გვაქვს, მინერალური და ქიმიური, ანუ დაცვაში მოგთავაზებთ ფილტრები კარგია, შეგნით უბრალოდ პრობლემა ასეთ პროდუქტებში ყოველთვის არის ის, რომ იმ საჭირო რაოდენობის პროდუქტს არ გამოიყენებ, რომ საკმარისი დაცვა შემოგთავაზოს და SPF 50-ზე ახვიდე, იმიტომ რომ შეფერილ პროდუქტს როცა ეხება საქმე, მაგდენ ტონალურს არავინ არ ისმევს სახეზე. ერთი პამპი და ზადა ხო ვიცით ხა ყველამ როგორ რა რაოდენობის BBCC კრემს თუ ტონალურს ვისმევთ სახეზე, რაც SPF 50-ის მისაღებად სახეზე, რა თქმა უნდა ძალიან მცირეა, მაგრამ შეგიძლიათ როგორც დამატებითი საფეხური თქვენი რეგულარული მზისგან დამცავის ზემოდან კიდე რომ თქვენი ტონალურიც SPF 50 შეიცავდეს, თუ თქვენს შესაფერის ფერს იპოვით, ამ 6 ფერში თუ მოხვდებით, იმიტომ რომ კიკოსთან ძირითადად ესია, თუ ძალიან პრივილეგირებული თეთრკანიანი არ ხარ, ჭირს მაგათთან ფერების შოვნა. სხვადასხვა ახალი პარფიუმი აქვს ამ კოლექციაში, ყვავილოვანი, ციტრუსოვანი, ლიმნით, ფორთოხლით, მანდარინით და საზამთრით. ზაფხულისთვის ძალიან გემრიელი. ძალიან გემრიელი ჩანს. სხვადასხვა აღარც მახსოვდა თუ აღარც ვიცოდი, რომ კიკო მილანოს პარფიუმები ქონდა. გამოგიყენებიათ, ოდესმე დაგიტესტავთ მათი პარფიუმები. ანუ 50 მილilitrიანი არის და €40-ს ნამდვილად არ მინდა ეხლა ასე ბრმად კიკოსთან პარფიუმის შეკვეთა. არა და კი არის ესე, კოლნში არის, შილდერგასეზე არის, მათი მაღაზია. ყოველ შემთხვევაში იყო. კაი ხანი არ ყოფილვარ. ყოველ დღე რაღაცა იკეტება აქ ცენტრში რო გაივლი, ერთ დღეს რო რაღაცის მაღაზიას ხედავ, მეორე დღეს ასე დაგვიკეტეს აქ ზარა. წინა დღეს რო ჩაი არის და ზარა იყო და მეორე დღეს ვიკეტები. ესე კეტავენ, ანუ ყველა იმდენად ონლაინ შოპინგობს უკვე რომ მაღაზიები აი ყოველ წუთას რაღაცა მაღაზია იკეტება და ამიტომ არ ვიცი ეხა კოლნში ისევ არიან თუ არა შემორჩენილები, მაგრამ მოვხვდები ამ ზაფხულს კოლნში და გავტესტავდი სიამოვნებით ზოგადად როგორი პარფიუმები აქვთ. თუ გაგიტესტავთ სიამოვნებით შემხმენთ კომენტარებში, თქვენ რა შთაბეჭდილება გაქვთ მათ პარფიუმებზე, რამდენად ღირს €40-ს გადახდა. ანუ მინიმალური ზომისაც არ არის ეხა 50 მილilitrიანი, რეალურად საშუალო ზომის ფლაკონად ითვლება, ამიტომ ძვირი არ გამოდის 50 მილilitrისთვის €40, მაგრამ ნუ გააჩნია რამდენად კარგი სილიაჟი აქვს, რამდენად კარგად რჩება, რამდენად ხარისხიანი არომატია. სიამოვნებით გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები თუ იცნობთ კიკო მილანოს პარფიუმებს. L'Oreal-ს კიდევ ერთი ახალი პროდუქტი აქვს, Infallible ხაზიდან Tinted Serum, ანუ შეფერილი შრატი. 7 სხვადასხვა ფერში გამოვა, როგორც იცით, True Match ხაზიდან აქვთ, რომელიც მეც მაქვს და იცით რამდენად არ მიყვარს ტიპიპეტის თავსახურით შეფუთო, იმიტომ რომ კოშმარი, ხო ჩანთაში ვერ ჩადებ და სანამ ვერ წაიღებ. ტონალური პიპეტით რატომ გამოდიოდეს არ ვიცი, დღემდე არ მესმის ეგ ამბავი, მაგრამ ოკეი. ეხა ამ Infallible ხაზიდან დაამატეს კიდე ახალი ტინტი და ესეც ესეთი პიპეტის შეფუთვით იქნება.
ანუ ეგ ჩემთვის არ არის. ანუ infallible ხაზი ზოგადად იმით არის ცნობილი, რომ 24 საათი და რჩება და მთელი დღე შეგიძლია რომ გესვას და ასე შემდეგ, რაც რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ პიპეტის თავსახურიანი ტონალურები როდის უნდა დავემშვიდობოთ მაგ ამბავს. ვინ ნახეთ ახალი ვირალური TikTok-ების სერია, სადაც ერთ-ერთი ანუ ინფლუენსერი არ არის უბრალოდ TikTok-ერია, რომელმაც გადაწყვიტა რომ სახეს არიბანს. წყალს არიკარებს სახეზე. და ძალიან ცუდ მდგომარეობაში აქვს სახე. თუ კი ვინმე დერმატოლოგი არსებობს ინტერნეტ სივრცეში, ყველა მისაუბრა უკვე ამ თემის შესახებ და არის ბოლოს მივიდა იმ იდეამდე, რომ იცი რა დერმატოლოგთან უნდა წავიდეს. რაღაცა ვითომ წამლები დაუნიშნა ახლა დერმატოლოგმა და მკურნალობს. ანუ იდეა ის იყო, რომ ძალიან დიდი რაოდენობის პილინგს ვიყენებდიო და დავიზიანე კანის ბარიერიო და გადაწყვიტა, რომ საერთოდ აღარ დაიბანოს სახე. კი, რა თქმა უნდა, შეიძლება ზემეთი პილინგით რეალურად დააზიანო კანი. ტყუილი არ არის. უბრალოდ ეგ ხო ერთი უკიდურესობაა და მეორე უკიდურესობა ის, რომ ხო აი კანის ბარიერი დავიზიანე და ახლა საერთოდ აღარ დავიბან სახეს. ისეთ ცუდ მდგომარეობაში ქონდა კანი. იდეა იყო ის, რომ კანი თვით განახლების, თვით რეგენერაციის პროცესი წავიდოდა და მკვდარი უჯრედები თავისით ჩამოშორდებოდა სახიდან. ნუ არ ამბობს ახლა, რომ იცი რა შემეშალა და არასწორად რაღაცა გავაკეთე და ეს, მაგრამ ხა იმისკენ მიყავს ამბავი, რომ მე თავის დერმატოლოგი დაეთანხმა, ნუ რაღაცა სამკურნალო წამლები აქვს ახლა, რასაც იყენებს სხვა პრობლემებისთვის, რაც სახეზე აქვს ისე ზოგადად. ეს დაზიანებული ბარიერი და მან რაც გამოიწვია, იმას არ ამბობს მაინც რომ კანს რო სახეს რო არიბანდა კვირეების მანძილზე ამან გამოიწვია ეს ამბავი? არა. ვლოგებს წერს ყოველდღიურად როგორ მიმდინარეობს მისი კანის გაუმჯობესების პროცესი. ოღონდ ვირალურები გახდნენ რაიმეთი. ოღონდ რაიმეთი ყურადღება მიიქციონ. ყველაფერს კადრულობენ უკვე. ზუსტად ეგეთი დამოკიდებულება მაქვს ვიდეოების მიმართ, ინფლუენსერების მიმართ. ხშირად მხდება ამ ბოლო დროს განსაკუთრებით big size, ანუ დიდი ზომის პროდუქტებს რო უგზავნიან ბრენდები თუ თვითონ ყიდულობენ, არ ვიცი სად უნდა იყიდო ეგ, ანუ ბრენდი სპეციალური შეკვეთით დამზადებული პროდუქტებია და ბრენდები უგზავნიან და ამით რო ვიდეოებს წერ, ანუ აი ვერაფრით ვერ ვიგებ რა მიზანს ემსახურება ეს ვიდეო. ანუ რაღაცა ასეთ ვიდეოს რო უყურებ. ჯერ ესთეტიურად როგორ გამოიყურება ეს ვიდეო. რა შინაარსი იდეა აზრი რა არის, რას გეუბნება. რატომ უნდა გაგიჩინოს ამ ვიდეომ მე ამ პროდუქციის შეძენის სურვილი. ანუ თუ არეკლამებ და ბრენდი გიგზავნის რომ დაარეკლამო, ჯერ ბრენდების მხრიდანაც არ მესმის თვითონ რატო უნდა დაამზადო ესეთ სპეციალური შეკვეთით მსგავსი პროდუქტები, გაუგზავნო ინფლუენსერებს, რომლებიც შემდეგ მსგავს ვიდეოებს ჩაწერენ. ანუ რას ემსახურება ეს ყველაფერი ვერაფრით, აი ეს ამ უაზრო ტრენდს ვერ ვიგებ. ძალიან ბევრი მსგავსი ვიდეო ხდება ესეთი უაზრო ზომის პროდუქტებით, ვითომ რომ ბრენდს არეკლამებენ, რეალური პროდუქტებია. რეალურად ბრენდებისგან გაგზავნილი პროდუქტები, იმიტომ რომ მე კომენტარების სექციას თუ გახსნით ზოგიერთ ვიდეოებში, ბრენდები არიან კომენტარების სექციაში და slay. ის კომენტარები თქვენ რა იხარო ვაიმე რა მაგარიანი იდეა ეს. აი რატო უნდა გეგონოს რომ უაზრო ზომის ტონერს თუ სახეზე დაისხავს ყველა ვიღაცა და წინდებამდე დასველდება, ვაიმე, ეხლა უნდა გავარდე და ვიყიდო. აი არც ან მე არ მესმის კარგით მეგობრებო, დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო. თუ სხვა beauty news-ების ვიდეოები გაინტერესებთ, მთელი პლეილისტი მაქვს, რომელსაც დაგიტოვებთ ვიდეოს ბოლოს. ერთ ვიდეოს YouTube-ის ალგორითმი შეერჩევს თქვენს ნახვებზე დაყრდნობით და თუ დრო გაქცევამოვნებით გააგრძელეთ ყურება, არ დაგავსოთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს არხს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო, დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. Ciao.